ჩვენ დავარტყამთ ისეთი ძალით, რომლის მსგავსიც არასდროს უნახავთ. დონალდ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ ირანის მიმართულებით ამერიკული საჰაერო იარიშების ახალი ტალღა დაიწყო. ეს კადრები კი თეირანშია გადაღებული, მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნე ირანის დედაქალაქის ცენტრი გახდა. ისლამური რესპუბლიკის ამ ნაწილშია განთავსებული ძალოვანი სტრუქტურებისა და სახელმწიფო მაუწყებლის შენობები. ვაშინგტონისა და თელ-ავივის განცხადებების შემდეგ, რომ ბოლომდე გეგმავენ მიაღწიონ სამხედრო ოპერაციის დასახულ სტრატეგიულ მიზნებს, თეირანის თავზე სულ უფრო ხშირად ჩნდება საჰაერო იარიშებისგან გამოწვეული შავი ღრუბლები. ამასთან ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც მათი ინფორმაციით ასახულია დარტყმები ირანის ისლამური რესპუბლიკის სტრატეგიულ ობიექტებზე. ისრაელ-ამერიკული ერთობლივი ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ირანის ისლამური რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა დაგმეს თეირანის სარაკეტო იარიშები სპარსეთის ყურის სახელმწიფოების წინააღმდეგ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პლატფორმიდან გაიხსენეს ირანული მხარის ყველა ის ქმედება, რომელმაც ახლო აღმოსავლეთი მორიგ ჯერზე, თუმცა ამჯერად გაცილებით მასშტაბურ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე მიიყვანა. ამ კონფლიქტში ჩართულ სახელმწიფოებს კვლავ დიპლომატიისკენ მოუწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა. სამხედრო მოქმედება საფრთხეს უქმნის მოვლენათა ჯაჭვის გაჩაღება, რომლის კონტროლის მსოფლიოს ყველაზე არასტაბილურ რეგიონში არავის შეუძლია. მოდით ნათლად განვაცხადოთ, საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას სიცოცხლის უნარიანი ალტერნატივა არ აქვს. ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, მათ შორის ნამდვილი დიალოგით და მოლაპარაკებებით. საბჭოს წინაშე არსებული საკითხი საკმაოდ მარტივია. შეუძლია თუ არა რომელიმე წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ამ საბჭოს მუდმივ წევრს, ძალის, იძულების ან აგრესიის გამოყენებით განსაზღვროს სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური მომავალი, ან დააწესოს კონტროლი მის საქმეებზე. საერთაშორისო სამართალი და ქარტია ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახად არის ჩამოყალიბებული. ქარტიის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტი კატეგორიულად კრძალავს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. Israeli and American flags were painted on roads so they could be trampled. ისრაელისა და ამერიკის დროშები გზებზე იყო დახატული, რათა მათი გათელვა შეძლებოდათ. ჩვენი დროშები ცენტრალურ მოედნებზე დაწვეს. ეს არ არის რადიკალური დაჯგუფების რისხვა. ეს არის სახელმწიფოს მიერ ნებადართული სიძულვილი. ვიდრე ისინი რა ჰკიოდნენ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ისინი თან ამდიდრებდნენ ურანს. ბირთვული ობიექტები ღრმად იყო დამარხული მიწის ქვეშ. ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ სარიელი განცხადებები. ეს იყო მოქმედებისთვის მზადება. დღეს კი ჩვენს მოკავშირე შეერთებულ შტატებთან ერთად ვმოქმედებთ ამის შესაჩერებლად. ჩვენ არ გვიმოქმედია იმპულსურად, არ ვმოქმედებდით აგრესიით. ჩვენ ვმოქმედებდით საჭიროებიდან გამომდინარე. Is a moment in history ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც მოითხოვს მორალურ სიცხადეს და პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გამოწვევას უპასუხა. ნებისმიერი სუვერენული ხელისუფლების უპირველესი ფუნდამენტური მოვალეობა არის საკუთარი ხალხის დაცვა. ოპერაცია ეპიკური მრისხანება მიმართულია კონკრეტული და სტრატეგიული მიზნებისკენ, რათა დაიშალოს ის სარაკეტო შესაძლებლობები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოკავშირეებს, შესუსტდეს ის საზღვაო აქტივები, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო წყლების დესტაბილიზაციისთვის, დაიღრეს ის მექანიზმები, რომლებიც შეიარაღებას აწვდიან მარიონეტულ ძალებს და უზრუნველყოს, რომ ირანის რეჟიმმა არასდროს შეძლოს მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქროს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, 10 წლეულების განმავლობაში ირანის რეჟიმი განზრახახდენდა მსოფლიოს დესტაბილიზაციას. მან მოკლა ამერიკელი სამხედროები და მოქალაქეები, დაემუქრა რეგიონულ მოკავშირეებს და საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოებას, რომლებზეც მსოფლიო არის დამოკიდებული. არც ერთ პასუხისმგებლიან სახელმწიფოს არ შეუძლია უგულებელყოს მუდმივი აგრესია და ძალადობა. თეირანის რეჟიმმა ხელმძღვანელობა გაუწია თავდასხმებს, რომლებმაც ამერიკელთა სიცოცხლე შეიწირა. ლიბანში ასობით ამერიკის საზღვაო ქვეითი, ერაყში ათასობით სამხედრო, არაერთი ამერიკელი მძევალი იტანჯა, ხოლო წითელ ზღვაში ხომალდებზე ათეულობით თავდასხმა განხორციელდა. საერთაშორისო საზოგადოებამ დიდი ხანია დაადასტურა მარტივი და აუცილებელი პრინციპი. ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. Iran cannot have a nuclear weapon. ირანის სარაკეტო იარიშები არ შემწყდარა სპარსეთის ყურის რამდენიმე სახელმწიფოში, სადაც გარდა ამერიკული სამხედრო ბაზებისა სამიზნეებად იქცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე დუბაის საერთაშორისო აეროპორტი.
თეირანის აგრესიულ ქმედებებს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები აფასებენ როგორც თავდასხმეს მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, რასაც მათი ვეთქმით შესაბამისი პასუხი მოხვება. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით ისრაელ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ პარიზი ინფორმირებული არ ყოფილა და არც რაიმე ფორმით მიუღია მონაწილეობა ამ ოპერაციაში. თუმცა ემანუელ მაკრონმა დასძინა, რომ მზად არის მოთხოვნის შემთხვევაში დაეხმაროს რეგიონში მყოფ მოკავშირეებს მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. Donc de frapper l'Iran. La priorité absolue. ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი ცხადია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაა ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც დღეს დაზარალებულია. შემდეგ კი ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური ობიექტების უსაფრთხოება ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც შესაძლოა დაუცველი იყოს. ასევე რა თქმა უნდა, ეროვნული ტერიტორიის უსაფრთხოება. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ხელახლა განვიხილოთ ეს საკითხი. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ უნდა დავდგეთ ყველა იმ ქვეყნის გვერდით, რომელიც ამჟამად დაზარალებულია ირანის პასუხით, ან საფრთხე შეექმნა მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ვიმედოვნებ, შევძლებთ ყველა სასარგებლო ინიციატივის სისრულეში მოყვანას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიპლომატიურმა საქმიანობამ დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი. Au téléphone, je vous en rendrai compte. Et le ministre des Affaires étrangères sans doute. სამხედრო ოპერაციის დაწყებას იძულებით ნაბიჯად მიიჩნევს კანადის პრემიერ-მინისტრი. მარკ კარნის თქმით, ირანის ქმედებების გამო დიპლომატიური რესურსი ამოიწურა. ირანის ისლამური რესპუბლიკა მთელს ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ და არასდროს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის მიღების ან განვითარების უფლება. კანადა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ ირანის რეჟიმს შეეწყვიტა ბირთვული პროგრამა, მათ შორის კანანასკისში გამართულ დიდი შვიდეულის სამიძე. ჩვენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოვაცხადეთ და მრავალი დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად ირანმა არც სრულად გააუქმა თავისი ბირთვული პროგრამა, არც შეაჩერა ურანის გამდიდრება და არც დაასრულა რეგიონში ტერორისტული მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერა. თურქეთის პრეზიდენტი შიშობს, რომ ვაშინგტონისა და თელ-ავივის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ბევრად უფრო დიდ მასშტაბებში გადაიზარდოს და ფართო რეგიონი მოიცვას. ამიტომ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, ახლა საჭიროა ყველა მხარემ ვითარება გონივრულად განსაჯოს. ცნობილია, რომ ნატოს წევრი ანკარა ეწინააღმდეგება ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მიერ წარმოებულ პოლიტიკას. Sağduyu ve aklı selim hakim olmaz. თუ საღი აზრი და გონიერება არ გაიმარჯვებს და თუ დიპლომატიას სივრცე არ მიეცემა, ჩვენი რეგიონი ცეცხლის ქარიშხალში აღმოჩნდება. ეს არ უნდა დავუშვათ. ომის შემდგომი ესკალაციის, სისხლის ზღვის თავიდან ასაცილებლად და ღმერთმა ნუქნას, რომ ჩვენმა რეგიონმა კიდევ უფრო დიდი ტანჯვა არ განიცადოს, ყველა მოთამაშემ, განსაკუთრებით ისლამურმა სამყარომ, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. Başta İslam dünyası olmak üzere. მთელი ღამის განმავლობაში პერიოდული თავდასხმების სამიზნე იყო ისრაელის ქალაქები. საჰაერო განგაში სხმა ისმოდა თელ-ავივში, სადაც რკინის გუმბათის თავდაცვის სისტემამ შეძლო ირანული რაკეტების უმრავლესობის შეკავება, თუმცა რამდენიმე მაინც ჩამოვარდა დედაქალაქის საცხოვრებელ დასახლებაში. შედეგად გაჩნდა ხანძარი და არიან დაშავებულებიც. იერიშების სამიზნედ იქცა იერუსალიმიც.